ჩვენი იმიგრანტები რატომ მიდიან ჩვენგან? რატო არიან რომ ექთნები, მაგალითად ექთნებზე მაქვს ნამუშევარი, კვლევა მაქვს აკეთებ. 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი ყავს, ვიდრე არის საჭირო. ამასობაში გვეუბნება საქართველოს ბანკის EVEX-ი ყიდულობს კლინიკებს საქართველოში. საქართველოს ბანკი ლონდონიდან იმართება უცნობი იმითი და ჩვენ ხალხს ავალიანებს და ამ ექთნებს უხდი და სანამ ვიბრძოლთ 300 ლარს ყობს. 154 ლარს რო უხდი ექთანს ხელფას, მარტო ხელა დედას და შვილი აბიტურიენტი ყავს. როგორ უნდა გადარჩეს? 6 მილიონს ჯარიმებს იხდიან, ხელფასი არ გადაგა, ორებმა. და ესენი მიდიან მე ეს ქალები, კაცებიც, მაგრამ ჯერ ამ სიმაშოვხე მიდიან. რადგან ექთანი ხარ იტალიაში და საბერძნეთში უფრო მარტივად დასაქმდები მოვლელად, რომ ექთნად დამუშევარი ხარ, დიპლომი გაქვს და მაგრამ იქ შენ თანხდები ისეთ პირობებში, რომელსაც ადგილობრივი არ თანხდება. მონურ პირობებში არიან ჩვენი ქალები. როგორც ჩვენთან პაკისტანელი ჩამოვიდა, გლობალზე მივა, გულზე მივა მაგალითად და 5 ლარად იმუშავებს. ძალიან კარგი თემაა. აქ ჩვენ ვერ ვიმუშავთ. აქ როგორ რაღაცა უნდა მოხდეს, იცი რომ უნდა სახელმწიფო უნდა ჩაიროს და მაგალითად პირობითად ვიძახი რომ 1500 ლარზე ნაკლებ შენ ხელფას ვერ გადაიხდი. ზუსტად. შო, მე იქ თუ გინდა პაკისტანელმაც იმუშაოს, ჩინელმაც და იმას, მოხდეს ქართველის არ დაიჩაგრებ.